მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთათვის პროფესიული და დასაქმების პროექტების შეთავაზების დროს ცდილობს გაითვალისწინოს როგორც შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები, ასევე მსჯავრდებულთა ინტერესები. ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს ისეთი სასწავლო პროგრამები, როგორიც არის ელექტროობა, ფილებით მოპირკეთება, ხეზე კვეთა, ებოქსიტით ნამუშევრების დამზადება, კომპიუტერული უნარები, სამეწარმეო საქმიანობა და ფინანსური მართვა, ბუღალტერია, ასევე ტურიზმი, კულინარია, ვიზაჟი, სტილისტის პროფესიის შემსწავლელი კურსები. აქტუალურია სოფლის მეურნეობის მიმართულება. პენიტენციურ დაწესებულებებში ინტერესი იწვევს უცხო ენების შესწავლაც. ასევე ცენტრი ცდილობს რესურსების გათვალისწინებით ქართული ენის შემსწავლელი კურსებით უზრუნველყოს არაქართულენოვანი მსჯავრდებულები. დასაქმების პროექტების კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში მაღალია ინტერესი სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობისადმი. აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით ცენტრი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით პენიტენციურ დაწესებულებებში ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მსჯავრდებულები დასაქმებულნი არიან მიწის ნაკვეთებზე, მოყავთ კენკროვანი და ბაღჩეული კულტურები და რეალიზაციიდან იღებენ შემოსავალს. გარდა ამისა, მსჯავრდებულები დასაქმებულნი არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მოწყობილ მცირე საწარმოო სივრცეებში, სადაც ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს. მათი საქმიანობის პოპულარიზაციისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრმა 2022 წელს გახსნა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების მაღაზია რემარკეტი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ნივთები აღნიშნულ მაღაზიაში ან ისარგებლოს ონლაინ მაღაზიის მომსახურებით. ცენტრის პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე პირობით მსჯავრდებულებს, რომლებიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები არიან. ცენტრის პროგრამებში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა აუცილებელია, რომ მსჯავრდებულებმა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით წერილობით მიმართოს ცენტრს და მოითხოვოს პროგრამებში ჩართვა. ასევე მას შეუძლია საჭიროების შესახებ დააფიქსიროს სოციალურ მუშაკთანაც. გარდა ამისა, ცენტრი გეგმავს ინოვაციურ პროექტს REBOX, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან ელექტრონულ სისტემას და აღნიშნული სისტემის დახმარებით მსჯავრდებულს ექნება შესაძლებლობა თავადვე დარეგისტრირდეს არჩეულ კურსზე. გარდა ამისა, ცენტრი პერიოდულად მსჯავრდებულებს თავაზობს ცენტრის პროექტების მენეჯერების მიერ ინიცირებულ პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მსჯავრდებულებს უტარდებათ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმის სესიები, ხოლო გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად იგეგმება ჯგუფები და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მსჯავრდებულებს შესაბამის პროგრამებს სთავაზობს. პროგრამების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ცენტრი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს გადასცემენ. აღნიშნული სერტიფიკატები ადასტურებს მათ კვალიფიკაციას და ვალიდურია გათავისუფლების შემდეგაც, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის დასაქმების შესაძლებლობას.